ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი წერდა, საბავშვო თეატრი მე-20 საუკუნის საუკეთესო გამოგონებაა. სკოლასა და ოჯახთან ერთად თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი თაობის ჩამოყალიბების პროცესში. საბავშვო თეატრი თავის თავში გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სახელოვნებო ნაწილსაც. ამიტომ ხშირად არის კამათი იმაზე, რომ საბავშვო თეატრი უფრო საგანმანათლებლო დარგია თუ უფრო თეატრალური და სახელოვნებო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება ამ ორის შერწყმა და ზოგიერთი ქვეყნის თეატრის სწორედ ამის ნიმუშია, რომ საბავშვო თეატრები სახელმწიფოც და კერძოდ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ბაღებთან, სკოლებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან. მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული საბავშვო თეატრები თითქმის ერთდროულად წარმოიშვა როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ სრულიად სხვადასხვანაირად განვითარდა. ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში საბავშვო მოზარდ მაყურებელთა თეატრები, როგორც წესი, რეპერტუარს ასაკობრივ ჯგუფებად ყოფენ. 0-დან 3 წლამდე ადრეული ასაკის, 5-დან 11 წლამდე სკოლამდელი ასაკისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, 11-დან 14 წელი რეპერტუარი საშუალო ასაკისთვის და 14-18 წელი სპექტაკლები თინეიჯერი მაყურებლებისთვის. ყველა თეატრი სხვადასხვანაირად აკეთებს ასაკობრივ დაყოფას. დაუშვათ საზღვარგარეთ ევროპულ ქვეყნებში ეს დაყოფა კიდევ უფრო ესეთი არის დეტალური, რადგან ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ პედაგოგებთანაც და ფსიქოლოგებთანაც და იქ უფრო კარგად შეიძლება განსაზღვრო რაღაცა ლიმიტი ასაკის, მაგალითად, როდესაც სპექტაკლს დგამენ, მაგალითად, თუ იცის რეჟისორმა რომ სპექტაკლს დგამს დაუშვათ 2 წლამდე ბავშვისთვის, იქ არასდროს არ დააწერენ დაუშვათ 5+, ხო? ჩვენ შემთხვევაში ძირითადად ხდება დაყოფა უფრო ლიტერატურული მასალიდან გამომდინარე. უფრო აი ასე ვყოფთ ხოლმე სპექტაკლებს. სამწუხაროდ მე არ მაქვს საშუალება, რომ დავუშვათ აფიშას დავაწერო 2+ და ძალიან ვისურვებდი, რომ მაგალითად საქართველოში მალე გაჩნდეს სპექტაკლები. თუნდაც 2 წლის ბავშვებისთვის, 3-4 წლის ბავშვებისთვის. კი, ამ ნიშას, ასე ვთქვათ, ავსებს თოჯინების თეატრი. და თოჯინების თეატრში სადღაც 2-3 წლიდან დაყავთ ხოლმე ბავშვები. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ევროპაში არსებობს საბავშვო თეატრი, რომლის წარმოდგენები განკუთვნილია 6-12 თვის ბავშვებისთვის. Var var du? Innan du kom till din mammas mage? Undrar du? აი მე რომ საკუთარი თვალით არ მენახა, რომ დავუშვათ 6 თვის, 12 თვის ბავშვებისთვისაც არსებობს სპექტაკლები, შეიძლება არ დამეჯერებინა სხვა ადამიანისთვის, მაგრამ მე თვითონ დავსწრები ვარ სპექტაკლს დანიაში. საბავშვო ბაღში, სადაც 1 წლის წლინახევრის ბავშვებისთვის იყო გამართული წარმოდგენა. ეს წარმოდგენა, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ტიპის, როგორცაც ჩვენ ვართ შეჩვეულები. ეს არის ძალიან ინტერაქციული, უფრო მეტად არავერბალური, დაფუძნებულია უფრო ფორმებზე, ფერებზე, ბგერებზე, ანუ აღქმის იმ საშუალებებზე, რაც აქვს ბავშვს იმ კონკრეტულ ასაკში. ეს სპექტაკლი დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად, თუ არ ვცდები 15 თუ 20 წუთიან. და ინტერვალები ქონდა, შუალედები ქონდა, მაგრამ ამ სპექტაკლის დროს ბავშვები იყვნენ სრულიად თავისუფლად. მათ შეეძლოთ ეხოხათ სცენაზე, ზოგს ეძინა, ზოგი დაუშვათ რაღაცას მიირთმევდა. მაგრამ თან ამავდროულად ისინი ჩართულები იყვნენ სპექტაკლში და მუდმივ ინტერაქცია ქონდათ მსახიობებთან. ეს ძალიან უჩვეულოა, იმიტომ რომ ჩვენში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და ალბათ ძალიან დიდხანს არც იქნება, იმიტომ რომ იმისთვის რომ ქვეყანაში შეიქმნას თუნდაც ასეთი ტიპის სპექტაკლი ბავშვებისთვის, ჩვილებისთვის, უნდა იყოს ძალიან განვითარებული პირველ რიგში ბავშვთა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ამ სფეროს უნდა ყავდეს თავისი მკვლევრები და ეს მკვლევრები უნდა მუშაობდნენ თეატრებთან ერთად, რეჟისორებთან ერთად. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ბავშვთა ფსიქოლოგია ძალიან კარგად არის საქართველოში განვითარებული, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს დაინტერესება თეატრების მხრიდან, რომ შეიქმნას რაღაცა ამ ტიპის წარმოდგენა. თუმცა ნელ-ნელა მე როგორც ვატყობ, არის
გარკვეული მცდელობები უფრო კერძო თეატრებისგან ხდები, უფრო მეტად ეს არის კომერციაზე დაფუძნებული პროექტები, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს ნელ-ნელა გადაიზრდება უფრო მეტად კიდევ უფრო შემოქმედებით, კიდევ უფრო რაღაცა თეატრალურ წარმოდგენებად ჩამოყალიბდება. როდესაც ბავშვის თეატრალური განათლება იწყება 0 წლიდან 6 თვიდან, ხო? მას უკვე იმდენი რამ აქვს ნანახი და გამოვლილი დაუშვათ 13-14 წლისთვის, რომ მასთან შეიძლება უკვე ამ თემებზე საუბარი, ისეთ თემებზე, რაც მას აწუხებს იმ ასაკში, ხო? თუნდაც ოჯახში ძალადობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია უამრავი თემა არის, რომელსაც ეხება დაუშვათ თუნდაც შვედური, ნიდერლანდური, დანიური საბავშვო თეატრი. სწორედ ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საფეხურებს გადის საბავშვო თეატრი და ბავშვი მაყურებელი, ვიდრე მიაღწევს ის სრულწლოვან ასაკს და შემდეგ უკვე შეუძლია თავად აირჩიოს, რაზე წავა, რაზე არ წავა და რას ნახავს და არ ნახავს. ევროპული თეატრებიდან ყურადღებას ნიდერლანდების, შვედეთისა და ბელგიის საბავშვო თეატრებზე გავამახვილებთ, რომლებმაც განვითარების საინტერესო გზა განვლეს. საზოგადოდ ევროპული საბავშვო თეატრის და არა მხოლოდ საბავშვო თეატრის, ანუ ხელოვნების განვითარებაც შეიძლება ესე უხეშად დავყოთ 60-იან წლებამდე და 60-იანი წლების შემდეგ, როდესაც მემარცხენეთა ახალგაზრდული მოძრაობა ძალიან მომძლავრდა, იყო გამოსვლები სხვადასხვა მოთხოვნით, ეს იყო რაღაცა სოციალური რაღაცა ყოფის გაუმჯობესება, ეს იყო დაუშვათ პროტესტი ოდნავ მოგვიანებით ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, ეს იყო ჰიპების მოძრაობა, დაუშვათ თუნდაც აბორტებთან დაკავშირებული ფემინისტური ქალების უფლებები, მათ შორის ბავშვების უფლებებთან დაკავშირებითაც იყო ეს გამოსვლები და რა თქმა უნდა ესეთი მდგომარეობა ქვეყანაში რა თქმა უნდა აისახება პირველ რიგში ხელოვნებაზე და სწორედ ამ გამომსვლელთა დიდი ნაწილი იყო ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც შემდეგ, როდესაც ოდნავ ჩაცხრა უკვე ეს უნებათაღელვები, ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ ხელობას, ხელოვნებას და ის თავიანთი სათქმელი გამოხატეს მუსიკით, მხატვრობით, მწერლობით, თეატრით, კინოთი და ასე შემდეგ. და მათი სურვილები და ის მოთხოვნები, რასაც ისინი უყენებდნენ თავიანთ მთავრობებს, გარკვეულწილად გამოიხატა მათ ხელოვნებაში. 60-იანი, 70-იანი წლების შემდეგ ბავშვი უკვე აღიქმება როგორც ცალკეული ინდივიდი, ადამიანი, რომელსაც დაბადებისთანავე აქვს გარკვეული უფლებები, თავისუფლებები, აქვს უფლება ეზიაროს ხელოვნებას, იყოს ჩართული შემოქმედებით პროცესებში, ეს ყოველივე აისახება საკანონმდებლო დონეზეც. რადგან ეს წერია კანონში, ეს კანონი არის დაცული და აღსრულებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ ეზიაროს ხელოვნებას და თვითონაც იყოს პატარა ხელოვანი. ეს ყველაფერი აისახა ევროპის საბავშვო თეატრში და სწორედ ძალიან ესეთი მოწინავე ქვეყნები არის ამ მხრივ, მაგალითად დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია ოდნავ მოგვიანებით დაეწია ამ პროცესებს. იქ მთავარი არის ბავშვი, მისი სურვილი, მისი მისწრაფებები, პრობლემები. ზოგიერთი ქვეყნის თეატრმა მართლა ისეთ დონეზე ავიდა მათი თავისუფლება, ასე ვთქვათ, რომ ისინი საუბრობენ უკვე ისეთ თემებზე, როგორიც არის, მაგალითად, თინეიჯერებს შეიძლება ესაუბრონ ნარკომანიაზე, დაუშვათ სექსუალურ შევიწროებაზე, იდენტობაზე, გენდერულ საკითხებზე, ფემინიზმზე, ყველაფერზე. არ არსებობს ტაბუდადებული თემები. ტაბუდადებულ თემებზე ღიად საუბარს საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა. თუმცა დროთა განმავლობაში მოხერხდა პრობლემების ადაპტირება და ახალმა თემებმა თანდათან დაიმკვიდრეს ადგილის სელაზე. თავისუფლების ამ ხარისხის მიღწევა არ იყო ადვილი, რა თქმა უნდა, რადგან ყველგან საზოგადოება არის ხალხი, ყველგან ხალხია თავისი
რაღაცა მენტალობით, გამჯდარი სტერეოტიპებით თუ თავისი მოსაზრებებით, თუნდაც რელიგიური კუთხით ნაკარნახევი მოსაზრებებით, ხო? ამიტომ გარკვეული წარმოდგენები ძალიან მკაცრად იყო მიღებული თუნდაც ნიდერლანდებში, შვედეთში, მაგალითად სუსანე ოსტენი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდათ შვედური საბავშვო და არა მხოლოდ საბავშვო თეატრისთვის. მისი წარმოდგენები საკმაოდ ისე ეჭვის თვალით უყურებდნენ პედაგოგების გარკვეული ნაწილი, მშობლების გარკვეული ნაწილი, ანუ ვერ ვიტყვით იმას, რომ ამ ხელოვანებს არ დაჭირდათ რაღაცა პრობლემების და ბარიერების გადალახვა. შვედური საბავშვო თეატრის იდეოლოგი და სულისჩამდგმელი სუსანე ოსტენი თავის ნაშრომში ჩემი ნააზრევი სვამს შეკითხვას. როგორი თეატრი უნდათ ბავშვებს? და იქვე პასუხობს, ბავშვ მაყურებელს სჭირდება მისთვის გასაგებ ენაზე მეტყველი თეატრი. წარმოსახვის ისეთი გაქანებით, რაც ბავშვების მოთხოვნებსა და შინაგან ჩარჩოებს არ გასცდება. წლების განმავლობაში სუსანე ოსტენი სტოკჰოლმის თეატრ უნგა კლარას ხელმძღვანელობდა. თეატრი მიზნად ისახავდა საზოგადოების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების წინ წამოწევას. უნგა კლარას სტრატეგია დღემდე არ შეცვლილა. მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვებთან და ბავშვობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენა, ტაბუების, სტიგმების, სტერეოტიპების ნგრევა. 80-იან წლებში ევროპაში დაიწყეს ანტიკური და კლასიკური ნაწარმოებების გადამუშავება და მორგება საბავშვო თეატრებისათვის. მაგალითად, ჰამლეტი დანიის პატარა პრინცი, მეფის ასული იფიგენია, მკვლელი მაკბეტი, ანტიგონე. სწორედ იმავე პერიოდში შვედეთში სუსანე ოსტენი დგამს საბავშვო ტრაგედიას მედეას შვილები. აი მედეას შვილები სუსანე ოსტენმა თვითონ გააკეთა ამ მითის პიესის ადაპტაცია და შეცვალა თვალთახედვა, ასე თქვათ. ხედვის წერტილი შეუცვალა პიესას. ანუ თუ მანამდე ყველა დგამდა ამ პიესას და ყველა რეჟისორი ხედავდა როგორც დაუშვათ მედეასა და იასონის კონფლიქტს. მან ასე ვთქვათ, ხედვის წერტილი დაწია სუსანე ოსტენმა და ეს პრობლემა საზოგადოებას დაანახა ბავშვების თვალთახედვიდან, ბავშვების პოზიციიდან. სიუჟეტი არ შეცვლილა, მაგრამ ეს არის ამბავი დედაზე და მამაზე, რომლებიც ერთმანეთს შორდებიან და რაც გრძნობენ ბავშვები ამ დროს, რა ხდება მათ ოჯახში ამ პერიოდში. საკმაოდ ესეთი კრიტიკულად მიიღო საზოგადოებამ ეს სპექტაკლიც, რადგან როგორც ჩანს, მაინც მშობლებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის აი ესეთი ერთგვარი სილის გაწნასავით არის ასეთი პრობლემების ძალიან სააშკარაოზე გამოტანა და ესე მკვეთრად სიმართლის თქმა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ზრდასრულ მაყურებელს ბევრად უფრო გვიჭირს რაღაცების მიღება, იმ სიმართლეების მიღება სცენიდან, ვიდრე ბავშვ მაყურებელს. სუსანე ოსტენი თავის ნაშრომში აღნიშნავდა, თუ ბავშვების ცხოვრებას სერიოზულად გავიაზრებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის საგანგებოდ უნდა შეიქმნას ბედისწერის დრამატურგია. იმაზე, თუ რა შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ბავშვებს უფროსთა სამყაროში. ეს ხომ ნამდვილად ბავშვების ტრაგედიაა. ასეთივე იყო მაგალითად კიდევ სუსანე ოსტენის შემოქმედებაში ძალიან მწვავე წარმოდგენა. უბრალოდ პირველ რიგში მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი გოგო, დედა და ნაგავი. შემდეგ ამ წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღო მან და დადგა სპექტაკლი. და ეს სპექტაკლი არის დედაზე და შვილზე, დედა, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და შვილს აცხოვრებს ისეთ ვითარებაში, სადაც არ შეიძლება რომ ბავშვი ცხოვრობდეს, ის არის რაღაც აქვს ჰალუცინაციები, პიროვნების გაორება, აგროვებს ძალიან ბევრ რაღაცა სახლში, ძალიან მძიმე პირობებში უწევს ბავშვს ცხოვრება და საბოლოოდ ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას და თვითონვე რეკავს სოციალურ სამსახურში და დედა მიყავთ ფსიქიატრიულ კლინიკაში და ბავშვზე მეურვეობას იღებს შესაბამისი სამსახური. ეს იყო მისი ავტობიოგრაფიული, სუსანე ოსტენის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც ასევე არ იყო ერთგვაროვნად მიღებული, ასე ვთქვათ, საზოგადოების მიერ. თუმცა შემდეგ, აი წლების გასვლის შემდეგ, უფრო და უფრო მეტად მიმღებლობა უფრო გაიზარდა ესეთი წარმოდგენების მიმართ ევროპაში.
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში ცალკეული პარტიები თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები თავს უფლებას აძლევდნენ, ჩარეულიყვნენ თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაში და ეგ არ ნახათ რა პიესა დაედგათ და რას არ შეხებოდნენ. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი მთავრობა, გარკვეული პარტიები, გარკვეული ორგანიზაციები საკმაოდ ხშირად ერევიან ამა თუ იმ თეატრის რეპერტუარში. რა თქმა უნდა, ეს უფრო ხშირად ხდება სახელმწიფო თეატრების შემთხვევაში, რადგან ისინი პირდაპირ დაფინანსებულები არიან დაუშვათ მთავრობის მიერ. ასე იყო მაგალითად მე-20 საუკუნის 50-იანი 60-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ზოგიერთ თეატრს მაგალითად აფინანსებდა ესა თუ ის რელიგიური მძლავრი ორგანიზაცია და გარკვეული რელიგიური მოსაზრებების გამო შეიძლება მაგალითად აეკრძალათ ესა თუ ის ნაწარმოები. და რას იზამს თეატრი ამ დროს, რა თქმა უნდა, უჭირს წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მისი მომავალი, მისი ხვალინდელი დღე და მუშაობა, ხელფასი, ყველაფერი დამოკიდებული არის იმ ზემდგომ ორგანიზაციაზე, ხო? მაგალითად, დავუშვათ აი ბრიტანული საზოგადოება ოდნავ უფრო დღესაც კი ოდნავ უფრო კონსერვატიულია, ვიდრე დავუშვათ თუნდაც შვედური, დანიური, ხო? ხშირად ხდება, რომ მაგალითად თუნდაც სუსანე ოსტენის სპექტაკლების შემთხვევაში, როდესაც შვედეთში აჩვენებდნენ ამა თუ იმ სპექტაკლს, იქ გაცილებით უფრო უკეთ მიიღებდა ხოლმე საზოგადოება ამ სპექტაკლს, მაგრამ როდესაც ისინი მიდიოდნენ საგასტროლო ტურით ან რომელიმე ფესტივალით დაუშვათ თუნდაც დიდ ბრიტანეთში, იქ უფრო მეტად სკეპტიკურად, უფრო რაღაცა ისე ჩარჩოებში იღებდნენ ხოლმე ამ ნაწარმოებებს, რადგან მიმღებლობის ხარისხი, როგორც ჩანს, უფრო მეტი არის დაუშვათ თუნდაც სკანდინავიის ქვეყნებში. თუმცა იქაც არსებობს დავუშვათ რაღაცა მშობელთა კავშირები, რაღაცა ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც პერიოდულად ებრძვიან ხოლმე ამა თუ იმ რეჟისორს ან სპექტაკლს, რადგან მათი მოსაზრებით ეს ბავშვმა ეს არ უნდა ნახოს, ეს რაღაცა უნდა აიკრძალოს, არ შეიძლება. შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპაში ყველაფერი მისაღებია და ყველაფერს სახელგაშლილად იღებენ, თუმცა ეს ასე არ არის. საზოგადოება იქაც ბევრ რაღაცას არ იღებს, ისევე როგორც ჩვენთან. ნიდერლანდური თეატრი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ექსპერიმენტულია შემოქმედებითი ძიების თვალსაზრისით, რასაც საფუძველი ჩაუყარა თეატრ არენას წარმოდგენება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ერიკ ვოსი მიიჩნევდა, რომ რეალიზმი, რაშიც იგულისხმებოდა რეალისტური დეკორაცია, კოსტიუმები და სხვა, ფანტაზიასა და წარმოსახვას უშლის ხელს და ყველანაირად გაურბოდა ამას თავის შემოქმედებაში. ნიდერლანდებში 70-იან 80-იან წლებში ძალიან გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული ფორუმ თეატრის ტიპი და სპექტაკლებს დგამდნენ ძალიან მწვავე სოციალურ თემებზე და მაგალითად ნებისმიერ ბავშვს შეეძლო რაღაც მომენტში გაეჩერებინა მოქმედება და ეთქვა, რომ აი მე ახლა ამ პერსონაჟს შევცვლი და თვითონ შესულიყო მაგალითად სპექტაკლში და თვითონ გაეკეთებინა სხვა არჩევანი, სხვანაირად ემოქმედა. ან დავუშვათ სპექტაკლის დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიმართებოდა ხოლმე დისკუსია ამ თემაზე და თავიანთ აზრებს ამბობდნენ ბავშვები, რომ ეს პერსონაჟი სწორად მოიქცა, ეს არასწორად, ეს ამიტომ მე ასე მოვიქცეოდი და ასე შემდეგ. მსახიობები ერგებოდნენ როგორღაც შემოთავაზებულ ვითარებას. ბელგიაში საბავშვო თეატრის განვითარება უკავშირდება ევა ბალის სახელს. 70-იან 80-იან წლებში მან შეიმუშავა მეთოდი თეატრისკენ სვლა იმპროვიზაციის გზით. იგი მიიჩნევდა, რომ თეატრი იმაზე მეტია, ვიდრე დაწერილი ტექსტის სცენიდან კითხვა. თეატრია სინათლე, მუსიკა, ემოცია, ანსამბლური ხელოვნება. დღემდე ამ მეთოდით ბევრი თეატრალური დასი მუშაობს, როგორც თავად ბელგიაში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. მუსიკალური წარმოდგენა უცნაური ბავშვი შენს ქუჩაზე გარდამტეხი აღმოჩნდა ევა ბალისა და მისი დასის შემოქმედებით ცხოვრებაში. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე ბავშვები. ეს იყო ამბავი მწვანეთმიან ბავშვზე, თუ როგორია ცხოვრება და გარე სამყარო, როცა სხვებისგან რაღაცით გამოირჩევი.
პირველივე პრემიერის შემდეგ სპექტაკლი პრესაში გააკრიტიკეს. სცენაზე ბავშვის გამოყვანის გამო. ეს სრულიად მიუღებელი იყო 70-იანი წლების ბელგიური საზოგადოებისთვის. ბავშვი ბავშვია, მსახიობი კი მსახიობი. მათი ერთმანეთში შერევა დაუშვებელია. მაგრამ მისმა მცდელობამ გაამართლა და ძალიან ბევრი ესეთი ერთობლივი პროექტი გაკეთდა, სადაც ზრდასრული მსახიობებიც თამაშობდნენ, პროფესიონალები და ბავშვები, რომლებთანაც ძალიან ბევრს მუშაობდა თვითონ ევა ბალი. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს ზღვარი ალბათ წაიშლება, რადგან ბავშვებისთვის დადგმულ სპექტაკლში, რატომაც არა შეიძლება თამაშობდეს ბავშვი მსახიობიც და პირიქით დაუშვათ ისეთ მაგალითად სტუდიების დადგმულ სპექტაკლებში ხშირად საქართველოშიც თამაშობენ ხოლმე ესეთი პროფესიონალი მსახიობები ამ ბავშვებთან ერთად. ესეც თეატრალური განათლების და ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი აზრით. Allihopa. Hej då. ევროპაში უფრო მეტად ცდილობენ ისე დამოუკიდებელი დასები, ცდილობენ რომ მათი სპექტაკლი ასე ვთქვათ ჩაეტიოს ერთ ჩემოდანში. ანუ იყოს რა თქმა უნდა უფრო ისეთი ადვილად გადასატანი, რადგან მათი შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს არის და მათი დანიშნულებაც ეს არის, რომ იარონ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და თეატრი მივიდეს ბავშვებთან. რა თქმა უნდა, ბავშვებიც მიდიან ხოლმე თეატრში და ევროპაშიც არის ისეთი ცნობილი მიუზიკლები, როგორც არის რაღაც რაპუნცელი, პიტერ პენი და ასე შემდეგ. ესეთი სანახაობები ძალიან პოპულარულია და აუცილებლად დაყავთ მშობლებს ბავშვები, მაგრამ აი საბავშვო თეატრის ის ტიპი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სადაც ცოტა საგანმანათლებლო ელემენტებიც არის, ხო? ეს უფრო მეტად ისეთი თეატრია, რომელიც თვითონ მიდის ბავშვთან. ხშირად მაგალითად დანიაში, საფრანგეთშიც, ხო, შეიძლება სპექტაკლი გაიმართოს ბიბლიოთეკაში ან პატარა ქალაქის მოედანზე, სკვერში, შეიძლება მაგალითად საბავშვო ბაღის შენობაში, ხო? ამიტომ შესაბამისად დადგმის პროცესში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ იმას, რომ იქ არ იქნება დიდი საშუალებები, მაგალითად განათების თვალსაზრისით, ხო, ან დეკორაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით. არსებობს უფრო მდიდარი დასები, არსებობს უფრო შედარებით ხელმოკლე დასები. მდიდარ კერძო თეატრებს უფრო მეტი ტექნიკური საშუალება აქვთ და მათ შეუძლიათ, რომ მაგალითად დიდ დარბაზში გამართონ წარმოდგენა და იქირავონ ადგილზე მუშები, რომლებიც აწყობენ დეკორაციას და რთულ განათებას. ასე რომ ყველაფერი მერყეობს იმაზე, თუ რა დაფინანსება აქვს ამა თუ იმ დასს, სად მართავს სპექტაკლს, რა ასაკისთვის და ასე შემდეგ. მე მაგალითად ჩემთვის გასაოცარი იყო დანიაში ნახე სწორედ ეს სპექტაკლი. არ ვიცი, შეიძლება ვუწოდოთ თოჯინების თეატრი ალბათ ამას, მაგრამ იქ თოჯინა იყო კბილის ჯაგრისი, ღრუბელი, სარეცხი ღრუბელი, კალმები, ფუნჯები და ასე შემდეგ. აი, თუნდაც აი ესეთი პატარა ელემენტარული ყოფითი ნივთებით იყო მოყოლილი ერთი ოჯახის ამბავი და იყო საუბარი ადამიანების უფლებებზე, იყო საუბარი დაუშვათ რაღაც გენდერულ დისკრიმინაციაზე. გაგიკვირდებათ და კბილის ჯაგრისით როგორ შეიძლება მაგალითად გააკეთოს სპექტაკლი, რა ვიცი, თუნდაც ემიგრაციასთან დაკავშირებით, ხო, მაგრამ ეს იყო ისეთი არაჩვეულებრივი, ისეთი თხრობა, ეს იყო არავერბალური სპექტაკლი. სადღაც 7-8 წლის ბავშვებისთვის, რომელშიც მეც თავიდან ბოლომდე გადავეშვი და მართლა დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. იქ არ იყო არც ბოლი, არც განსაკუთრებული განათება, არც ვიდეო პროექცია, ის იყო ადამიანი, რომელიც ათამაშებდა აი ამ ნივთებს.